გადავშალოთ ბიბლია. წმინდა მარკოზის სახარება. მე-12 თავი. ვკითხულობთ მე-13 მუხლიდან მე-17 მუხლის ჩათვლით. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. მე ვკითხულობ ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანის მიხედვით. მივიდნენ ისინი და უთხრეს, მოძღვარო, ვიცით რომ მართალი ხარ და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებს სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გმართებს თუ არა ხარ კი ვაძლიოთ კეისარს, ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ, რატომაც თუნებთ, მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. მიუტანეს თუ არა უთხრა მათ, ვისია ეს ხატი და ეს წარწერა, მიუგეს კეისრისა. იესომ მიუგო და უთხრა მათ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა და უკვირდათ მისი. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომლის წინაშეც კანკალებთ და ვშიშობთ, რომელიც გვიყვარს და რომელსაც ვღებულობთ. მადლობა, რომ ამ სიტყვაში შენ გვიცხადებ შენს ნებას. გევედრებით შენი სულიწმინდის მადლით, შეგვაძლებინე, რათა ჩავწვდეთ შენი სიტყვის ჭეშმარიტებას. გაგვაგონე შენი ხმა შენს სიტყვაში. მოგვანიჭე, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს იესო ქრისტეს. ამ რწმენი დავუმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ეს რწმენა ვაუწყოთ სამყაროს უშიშრად. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ამ ცხოვრებაში რა არის ორი გარდაუვალი რამ? ერთი ცნობილი აფორიზმის თანახმად. ამ აფორიზმს მიაწერენ ბენჯამინ ფრანკლის, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მან მხოლოდ პოპულარიზაცია გაუწია ამ გამოთქმას. რა არის ორი გარდაუვალი რამ ამ ცხოვრებაში? ერთი სიკვდილი და მეორე ვინ თქვა? ეთყობა თქვენ არ იხდით გადასახადებს. მეორე ეს არის გადასახადები. ოვანესი იხდის. ორი გარდაუვალი რამ ამ ცხოვრებაში? სიკვდილი და გადასახადები. ქრისტესთან სწორედ გადასახადების შესახებ შეკითხვით მივიდნენ. და ვინ მივიდნენ? ფარისევლები და ჰეროდელები. თქვენ იცით სახარებებიდან, რომ ფარისევლები და ჰეროდელები ვერ იტანდნენ ერთმანეთს, მტრობდნენ. ისინი იყვნენ ერთმანეთის მოძულეები. რამ გააერთიანა მტრები? რა აერთიანებს ხშირად მოძულეებს? ცხოვრებაშიც საერთო მტრის გამოჩენა, მართალია. ეთყობა გადაგხდათ თავზე ესეთი რამ. ფარისევლები და ჰეროდელები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. შეუთავსებლები იყვნენ ყველანაირად. ფარისევლები უფრო რელიგიურები იყვნენ. ჰეროდელები იცავდნენ რომის ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების გამტარებლები იყვნენ დაპყრობილ ქვეყანაში, ისრაელში. მაგრამ ხო ის აუცრებავ. ჩვენს ტექსტში ფარისევლები და ჰეროდელები გვევლინებიან ერთ ჯგუფში. გაერთიანებულები. ერთ გუნდში. ისინი შეიკრნენ იესო ქრისტეს საწინააღმდეგო და როგორც ავიკითხეთ, მივიდნენ ქრისტესთან სიტყვის მახის დასაგებად. მახე დაუგეს ჩვენს უფალს იესო
ქრისტეს. როგორც ნეტარი ავგუსტინი ამბობს, მახე დაუგეს ჭეშმარიტებას. რაში მდგომარეობდა ეს მახე? როგორც ნეტარი ავგუსტინე განმარტავს, ქრისტეს პასუხი შეიძლება ყოფილიყო ორივე მიმართულებით, ორივე შემთხვევაში საბედისწერო. ანუ მიმართული მის საწინააღმდეგოდ, ქრისტეს საწინააღმდეგოდ. თუ ის იტყოდა, რომ უნდა გადავიხადოთ ხარკი, მაშინ ნეტარი მამის აზრით ის ეჭქვეშ დააყენებდა აბრაამის მოდგმის თავისუფლებას. თუ იტყოდა, რომ არ უნდა გადაიხადოთ ხარკი, ანუ გადასახადი, მაშინ გამოიწვევდა რომის ხელისუფლების რისხვას. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ როდესაც ქრისტე მიგვარეს პილატეს, ერთ-ერთი ბრალდება იყო სწორედ გადასახადებთან დაკავშირებული. გადასახადებთან ლუკას სახარების 23 თავის მეორე მუხლში წერია, როდესაც იესო მიიყვანეს პილატესთან, ეუბნებოდნენ, ეს პიროვნება ხალხს უგრძალავს გადასახადების გადახდას. აი ეს კითხვა, რაც დაუსვეს ქრისტეს, იყო მისი ერთ-ერთი ბრალდება. მაშასე მახე დაგებულია. იხდიდნენ თუ არა ისრაელიანები ხარკს? იხდიდნენ. ჩვენთვის ცნობილია ისტორიიდან, რომ 6 წელს ქრისტეს შობიდან იდუმეა, სამარია და იუდეა რომის შემადგენლობაში შევიდა. და გახდა რომის იმპერიის შემადგენელი. ეს იმას ნიშნავს, რომ იუდეა იხდიდა ხარკს, ყოველწლიურ გადასახადს, ვერცხლის მონეტას. ეს იყო დამამცირებელი ხარკი. ეს იყო რომის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა. შეკითხვა იყო უმძიმესი. უმძიმესი. პრაქტიკულად მათ სურდათ ქრისტე გამოეჭირათ. სხვა თარგმანში ასე წერია, რომ ფარისევლები და ჰეროდელები მივიდნენ ქრისტესთან, რათა გამოეჭირათ ის. თქვენ გახსოვთ, ჩვენ პარასკევს ვილაპარაკებთ ბოროტი მევენახეების შესახებ. იგავი მან წარმოთქვა იერუსალიმში, ტაძარში. და ამიგავის წარმოთქმის შემდეგ გადაწყვიტეს მისი მოკლა, მაგრამ ხალხის შეეშინდათ. და მიმართეს აი ასეთ ხრიგს. გამოვიჭიროთ ქრისტე და გავაბათ ის სიტყვიერ მახეში. იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში, ორივე პასუხი გადავიხადოთ, ან არ გადავიხადოთ, ქრისტესთვის იყო საბედისწერო. სასიკვდილო განაჩენის სტოლფას. მაგრამ როგორ პასუხობს ქრისტე? მე მინდა რომ დღეს ქრისტეს პასუხში ამოვიკითხოთ სამი უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება, განაცხადი, მტკიცება. პირველი, თქვა რა ქრისტემ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა, მან თქვა, პირველი, რომ კეისარი არ არის ღმერთი. ეს ერთი. მეორე, რომ ღმერთი უფრო დიდია ვიდრე კეისარი. და მესამე, კეისარს და ღმერთს ეგების სათანადო. მიუხედავად იმისა, რომ კეისარი არ არის ღმერთი და ღმერთი უფრო დიდია ვიდრე კეისარი, კეისარსაც ეგების, ღმერთსაც ეგების, ოღონდ სათანადო. მაშასე სამი რამ შეიძლება დავინახოთ ქრისტეს საოცარ პასუხში. ისეთ პასუხში, რომ როგორც ტექსტი გვეუბნება, უკვირდათ მისი. ვერ დაადეს ხელი, ვერც რომაელებმა, ვერც რელიგიურმა ნაწილმა
ისრაელის საზოგადოებისა. სამი რამ, კეისარი არ არის ღმერთი, მეორე, ღმერთი უფრო დიდია ვიდრე კეისარი და მესამე, თითეულს ეგების სათანადო. საიდან ჩანს, რომ იესომ ამ პასუხით განაცხადა და ეს იყო ძალიან თამამი განაცხადი, რომ კეისარი არ არის ღმერთი. იმიტომ რომ პასუხში მან განასხვავა. კეისარს უწოდა კეისარი და ღმერთს უწოდა ღმერთი. თქვენ იტყვით, აბა როგორ უნდა ეთქვა ან როგორ უნდა ეწოდაო? ერთი ისტორიული რეალობა არ დაგავიწყდეთ. დინარი, ანუ მონეტა, ეს იყო ვერცხლის მონეტა, რომელსაც იყენებდნენ გადასახადისათვის, წარმოადგენდა ნაჭერს, რომელზეც ეწერა სიტყვები. იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს, მისი ჯვარცმის დროს, ვინ იყო კეისარი, ანუ ვინ იყო იმპერატორი რომისა? ვინ მეტყვის? რა ერქვა? არა, ავგუსტუსის, ოქტავიანი ავგუსტუსის დროს დაიბადა ქრისტე. მერე ავგუსტუსი გარდაიცვალა და ქრისტეს მსახურების დროს, ჯვარცმის დროს, ვინ იყო კეისარი? სახელი კეისრისა, ვინ იყო იმპერატორი? არა, ვესპასიანე შემდეგ იყო. ვინ იყო? მადლობა, ტიბერიუსი. ტიბერიუსი. რა ეწერა მონეტას? მან თქვა, მომიტანეთ მონეტა. რა ეწერა აი ამ ნაჭერს? ვერცხლის ნაჭერს, დინარს, ყოველწლიურ გადასახადს, რომის სასარგებლოდ. ერთ მხარეს ეწერა ტიბერიუსი, კეისარი, ავგუსტუსი, ძე ღვთაებრივი ავგუსტუსისა. მეორე მხარეს ეწერა უმაღლესი პონტიფიკი. რას ნიშნავდა ეს? მონეტა ამბობდა, რომ ტიბერიუსი არის ღმერთი და ღმერთის ძე. ამიტომაც ისრაელიანებისათვის აი ამ მონეტის ხელში ჭერაც ითვლებოდა ძალიან შეურაცხმყოფელ საქმე და მოვლენად. მათ განსაკუთრებული აგრესია ჰქონდათ აი ამ გადასახადის მიმართ. ეს საკითხი იმ დროს აქტუალური იყო, იმიტომ მიადგნენ ქრისტეს, იფიქრეს გამოვიჭერთო მას. რასაც ხადებდა მონეტა? მონეტა ამბობდა, რომ ტიბერიუსი არის ღმერთი. ღვთის ძე, ავგუსტუსი, ძე ღვთაებრივი ავგუსტუსისა. იგულისხმება ოქტავიანე ავგუსტუსი. პონტიფიკი. ეს არის ლათინური სიტყვა, რაც ნიშნავს ქურუმს. მღვდელმთავარს გნებავთ. რომში იყვნენ პონტიფიკები, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ რელიგიურ ცხოვრებას, რომელი ღვთაებისთვის როდის მოგეტანა მსხვერპლი, რა დღესასწაული უნდა გეზეიმა და როგორც იმპერატორი, კეისარი იყო უმაღლესი მაქსიმუს, ლათინურად, უმაღლესი ქურუმი. ანუ მონეტაზე ეწერა უმაღლესი ქურუმი და ღვთის ძე. რა თქვა იესომ? როდესაც ბრძანა კეისარს კეისრის მიეცით, ღმერთს ღმრთისა. მან თქვა, კეისარი არ არის ღმერთი. განასხვავა რა კეისარი ღვთისაგან, პრაქტიკულად მან თქვა, კეისარი არ არის ღვთაება. ეს იყო ძალიან თამამი განაცხადი. იმ დროს, როდესაც კეისარი ითვლებოდა სათაყვანებელ ფიგურად, უკვე დამკვიდრებული იყო იმპერატორის კულტი. რას ნიშნავს იმპერატორის კულტი? ყველას თაყვანი უნდა ეცათ სხვა ღვთაებებთან ერთად იმპერატორისთვის, იმიტომ რომ იმპერატორი ითვლებოდა ზეციურ მოვლენად. მართველი ითვლებოდა ღმერთად. იესომ თქვა, კეისარი არ არის ღმერთი. რა უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ჭეშმარიტება განაცხადა ქრისტემ. ქრისტემ განაცხადა, რომ ღმერთი ერთია, არ არის სხვა ღმერთი. კეისარი ვერ გამოდგება ღმერთად. ბიბლიის თანახმად ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა დააფუძნა ძალაუფლების სამი ინსტიტუტი, სამი დაწესებულება. რა არის ეს სამი ინსტიტუტი? გაიხსენეთ, თქვენ იცით.
შეიძლება გონიათ რომ არ იცით, მაგრამ სინამდვილეში იცით. იმიტომ რომ უამრავჯერ გაგიგიათ ამის შესახებ. რა არის ეს ინსტიტუტები? პირველი, ეს არის საერო ხელისუფლების ინსტიტუტი, ოჯახის ინსტიტუტი და ეკლესიის ინსტიტუტი. როდესაც ქრისტემ თქვა, რომ კეისარი არ არის ღმერთი, ანუ ადამიანი ვერ გამოდგება ღმერთად, პრაქტიკულად მან განაცხადა პირველი მცნება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სინაის მთიდან მოსეს საშუალებით. ნუ გეყოლება სხვა ღმერთები, მე ვარ უფალი ღმერთი შენი, არა იყვნენ შენ და ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. რომელი მცნებაა ეს? პირველი. მე ვარ, ამბობს ღმერთი, უფალი ღმერთი შენი. ნუ გეყოლებათ. არა გყავდეთ სხვა ღმერთები ჩემ გარეშე. ეს არის იგივე, რაც ესაიამ განაცხადა თავის საოცარ წიგნში, კერძოდ 45 თავში. აი რას ბრძანებს უფალი წინასწარმეტყველი სპირით. მე ვარ უფალი და სხვა არავინ. მე ვარ უფალი და სხვა არავინ. ჩემ გარდა არ არის სხვა ღმერთი. დიახ, ღმერთმა დაადგინა ძალაუფლების ეს სამი ინსტიტუტი, მაგრამ ერთი პირობით არც ერთს არ შეუძლია და უფლება არ აქვს განცხადება შეიტანოს ღმერთად გახდომისა. კეისარმა შეიტანა განცხადება და გამოაცხადა თავი კულტად. ყველას თაყვანი უნდა ეცათ კეისრისთვის. იცით, აი ეს ცდუნება, ღმერთად გახდომის ცდუნება ჩვენ მოყვება ედემის ბაღიდან. ედემის ბაღიდან გაიხსენეთ ეშმაკის სიტყვები. რა სიტყვებით მიმართა მაცთურმა ჩვენს წინაპრებს, ჩვენს დიდ პაპას და ჩვენს დიდედას. რა სიტყვებით მიმართა? თქვენ იქნებით როგორც ღმერთები. ჩაუჯდა თუ არა გონებაში ეს ადამს და ევას? რა თქმა უნდა, მოეწონა ეს გამონათქვამი, მოეწონა ეს შეთავაზება. ცუდი შეთავაზებაა, მეგობრებო. ღმერთად გახდომის შეთავაზება. წარმოიდგინეთ, თქვენ შემოგთავაზეს გახდეთ ღმერთი. არა რამოდენიმე ხნით, როგორც იმ ცნობილ კომიკურ ფილმშია. გაიხსენეთ ხო, რომელი ფილმია? პაულის შემძლე ბრუსი, რომელიც რამოდენიმე ხნით ხდება ღმერთი. არა, მაცთურმა შესთავაზა ადამიანებს ყოველთვის გამختარიყვნენ როგორც ღმერთი. გაიხსენეთ ქრისტიანულ ტრადიციაში დამკვიდრებული მოსაზრება ეშმაკის ცოდვის შესახებ. რა იყო ეშმაკის ცოდვა? რით შეცოდა ეშმაკმა? გაიფიქრა. რა გაიფიქრა? სამსახური შევიცვალო მინდაო. მას ჰქონდა სამსახური, მაგრამ მოინდომა სხვა სამსახური. ღვთის ადგილას ყოფნა მოინდომა. ეს არის ძველი, უკვე დახავსებული ცოდვა და ცდუნება, ადამიანი გახდეს ღმერთი. აი ეს ცდუნება გასისხლხორცდა რომის იმპერიაში, როდესაც შეიქმნა იმპერატორის კულტი და არა მარტო რომის იმპერიაში. შეხედეთ, ამ სამივე დაწესებულებაში ძალაუფლებისა ჩვენ ხვდებით დღესაც ტენდენციებს, მისწრაფებებს და სურვილებს ღმერთად გახდომისა. რამდენ ქმარს სურს იყოს ღმერთი თავის ოჯახში? ქმრებო, გრძნობთ თქვენს თავებს ღმერთებად? რა უთხრა ეშმაკმა პირველ ადამიანებს? იქნებით როგორც ღმერთები. რამდენ პასტორს სურს ეკლესიაში გახდეს ღმერთი? და რამდენ მართველს საერო ძალაუფლებაში სურს გახდეს ღმერთი? ეს ხო აშკარაა. ეს სურვილი, ეს ტენდენცია, ეს ცდუნება. რამდენი ქმარი ცხოვრობს ილუზიაში, რომ ის ღმერთია თავის ოჯახში. რომ ცოლი შვილები ეს მონებია, ქვეშევრდომებია. ხარკი უნდა უხადონ. ცოლებს არ მოსწონთ ეს პერსპექტივა, ხო ასია? და ხშირად ასეთ ღმერთებს აგდებენ. პიედესტალიდან, კვარცხლბეკიდან, ტახტიდან. რამდენ მღვდელმსახურს, პასტორს სურს ეკლესიაში იყოს ღმერთი?
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, უძვირფასესი მარგალიტი ეკლესიისა, პირველი წამებული ეპისკოპოსი რომის პროვინციიდან, ჩრდილო აფრიკის პროვინციიდან, წმინდა კვიპრიანე კართაგენელი 258 წელს მას მოსჭრეს თავი ქრისტეს გამო. აი რა სიტყვებს ამბობს. ეკლესიას ყავს ერთი ეპისკოპოსი და მისი სახელი არის იესო ქრისტე. სინამდვილეში ვინ არის ოჯახის თავი? ვინ არის ოჯახის ღმერთი? ან ვინ უნდა იყოს ოჯახის ღმერთი? ქრისტე, ასე წერია. ქრისტე. ვინ არის ეკლესიის თავი? ვინ არის ეკლესიის თავი? პასტორი არა, ქრისტე. გამოდგება თუ არა საერო მმართველი კეისარი ღმერთად? ვერ გამოდგება, იმიტომ რომ ის არ არის ღმერთი. რას გვასწავლის? ან რა მოქმედებისაკენ მიგვანიშნებს? რა მოქმედებისაკენ მოგვიხმობს, მოგვიწოდებს ქრისტეს ეს პასუხი? აი, პრაქტიკული გამოყენება ამ ჭეშმარიტებისა. არ შეიძლება ქმრებმა იგრძნონ საკუთარი თავები როგორც ღმერთები და არ შეიძლება მადამი მოპყრობა და მოქცევა როგორც ღმერთებისადმი. პასტორი ვერ გამოდგება ღმერთად და ვერ დაიკავებს ქრისტეს ადგილს ეკლესიაში და არ შეიძლება მიმართო მას როგორც ღმერთს. არც მართველი ვერ გახდება ვერასოდეს ღმერთი და ყველა გზა და ყველა საშუალება რომ გახდეს ღმერთი განწირულია იმთავითვე. გაიხსენეთ მოციქულთა საქმეებიდან, იყო ერთი მართველი სახელად ჰეროდე. არა, ის ჰეროდი არა, რომელმაც ამოწყვიტა ყრმები ბეთლემში. სხვა ჰეროდე, მისი ბოროტი ნაშიერი. მისი გველის წიწილი. გამოვიდა და იმდენად დიდებული შეხედულება ჰქონდეს, რომ ხალხმა აღიარა, რომ ეს ღმერთიაო. გახსოვთ მოციქულთა საქმეებიდან? და რა დაემართა მას? უფლის ანგელოზმა განგმირა. იოსებ ფლავიუსი, ებრაელი ისტორიკოსი გვამცნობს, რომ მას დაემართა რაღაც დაავადება მუცლის ღრუში, ისე რომ ვეღარ ინკურნებოდა. და სინამდვილეში ისტორიულად გარდაიცვალა. რატომ? იმიტომ რომ გაბედა მიეღო ღვთისთაყვანისცემა საკუთარ თავზე. რა არის ტოტალიტარიზმი? ცნობილი ფილოსოფოსი, კანადური წარმოშობის ლეონარდ პეიკოფი აი ასეთ განმარტებას აკეთებს ტოტალიტარიზმზე და ამბობს, რომ ტოტალიტარიზმი იკვებება ორი ძირითადი საზრდოთი, ანუ ორი ძირითადი საჭმელი აქვს, ორი ძირითადი ულუფა აქვს ტოტალიტარიზმს. პირველი, ეს არის ადამიანის მიერ გონის უარყოფა რწმენის სასარგებლოდ, როდესაც ადამიანს ეუბნებიან დაიჯერე, არა აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობ, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად გონივრულია ეს რწმენა და ასე შემდეგ. და მეორე, კერძო ინტერესების, ან ინტერესის დათმობა თვითშეწირვის მოთხოვნის სასარგებლოდ. ან როდესაც გეუბნებიან, შენი პირადი ინტერესი არაფერია, მთავარია ასე სურს საზოგადოებას, ასე სურს პარტიას. ჩვენ ბევრი არ ვიტყვი, მაგრამ აქ სხედან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს დაიბადნენ. ხო გახსოვთ? რა იყო პარტია? პარტია იყო რა? სინდისი, გონება, ღირსება ჩვენი ეპოქისა. ხო ამას გვიჩიჩინებდნენ. რა მნიშვნელობა აქვს შენ რა გინდა? პარტიას უნდა. პარტია მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის საზოგადოება, სადაც პირადი ინტერესი აბსოლუტურად არ არსებობს. შთანთქმულია, ინდივიდუალიზმი გამქრალია, კოლექტივმა მოინდომა. ამას ერქვა წითელი ტერორი. მაგრამ ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ტოტალიტარიზმს. იქნება ეს კომუნიზმი, იქნება ეს ჩრდილოეთ კორეა თუ სხვა ადგილები და შეიძლება შემოგვეპაროს ტოტალიტარიზმი ოჯახში ან ეკლესიაში. როდესაც ვცდუნდებით, როდესაც აი ამ მახეში ვეგებით და ვცდილობთ გავხდეთ ღმერთი. ან ღვთაებრივი თაყვანისცემა შევწიროთ, ან მივცეთ იმას, ვინც არ არის ღმერთი. თქვა რა, რომ კეისარს მიეცით კეისრისა, ხოლო ღმერთს მიეცით ღმრთისა. ქრისტემ პრაქტიკულად თქვა, კეისარი ღმერთი არ არის. კეისარი არ არის ღვთის ძე. ღვთის ძე იმყოფებოდა იქ იმ ადგილას, როდესაც პასუხს სცემდა.
ის იყო ჭეშმარიტი და არის ჭეშმარიტი ღმერთი. მეორე რაც თქვა ქრისტემ თავისი პასუხით, რომ ღმერთი უფრო მეტია ვიდრე კეისარი. რატომ? იმიტომ რომ განმარტების მიხედვით, განსაზღვრების მიხედვით, ღმერთი არის ყველაზე მაღალი, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ეს არის ღმერთის განსაზღვრება. თუ კეისარი ღმერთი არ არის, ნიშნავს ღმერთი უფრო მეტია ვიდრე კეისარი. რა თქმა უნდა, კეისარს ეს არ მოეწონებოდა. რომაელებს ეს არ მოეწონებოდა. იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი ღმერთთაგან. იესომ თქვა, თუ კეისარი არ არის ღმერთი, ღმერთი უფრო დიდია ვიდრე კეისარი. ღმერთი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ძალაუფლება ოჯახში. ღმერთი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ძალაუფლება ეკლესიაში. ღმერთი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ძალაუფლება საერო საზოგადოებაში. ის უფრო დიდია და ჩვენ აი ამ განცხადებას და ჭეშმარიტებას მივყავართ ნეტარი ავგუსტინეს განმარტებასთან. ნეტარი ავგუსტინე თავის მონუმენტურ შრომაში ღვთის ქალაქის შესახებ, ლათინური სახელწოდება ამ შრომისა არის De Civitate Dei, რომელიც 22 წიგნისგან შედგება, მე-15 წიგნის 22 თავში განმარტავს სათნოებას და შესაბამისად აქედან გამოიყვანება ცოდვის განმარტებაც. აი რას ამბობს ნეტარი ავგუსტინე ღვთის ქალაქში, თავის შრომაში. Definitio brevis et vera virtutis ordo est amoris. ის ლათინი იყო, ლათინურად წერდა. რა თქვა მან? ეს არის ძალიან მოკლე წინადადება, მაგრამ გადატრიალება სათნოებისა და ცოდვის გაგებაში. ეს არის ავგუსტინეს პარადიგმა. რა არის პარადიგმა? არ შეგვაშინოს ამ ტერმინმა ამ გამოყენებით. პარადიგმა ბერძნული სიტყვა ნიშნავს ნიმუშს, მაგალითს. პარადიგმა ნიშნავს იდეების, შეხედულებების ერთობლიობა, სისტემა. რა არის ავგუსტინეს სისტემა, პარადიგმა? როგორ განმარტავს ის რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ცოდვა, რა არის სათნოება, ანუ ქველმოქმედება, ანუ სიკეთე. ის ამბობს definitio, ანუ განმარტება, brevis, მოკლე, et vera, ანუ ჭეშმარიტი, ნამდვილი, virtutis, virtus არის სათნოება, virtutis გენეტივში, ანუ სათნოების. Ordo est amoris. Amores არის სიყვარული ლათინურად, amoris გენეტივში. Ordo ეს არის წესრიგი. შევაკოციცოთ ეს სიტყვები. ეს არის სიყვარულის წესრიგი. ანუ სხვანაირად ამბობენ მოწესრიგებული სიყვარული. რას გვასწავლის ავგუსტინე? ავგუსტინე გვასწავლის სათნოება, ანუ სიკეთე, ეს არის მოწესრიგებული სიყვარული. ანუ მას შემოაქვს იერარქიულობა სიყვარულში. შესაბამისად, რა არის ცოდვა? ცოდვა ეს არის წესრიგის არ ყოფნა სიყვარულში, მოუწესრიგებელი სიყვარული, როდესაც არასწორად არის გადანაწილებული სიყვარული. იმიტომ რომ ღვთის სიტყვის თანახმად ავგუსტინისეულ პარადიგმაში ღმერთი არის იერარქიული კიბის თავზე, ღმერთი არის ყველაზე მაღალი. ის ამბობს ღვთის სიტყვა, შეიყვარე უფალი ღმერთი შენი. ეს არის პირველი მცნება, მთელი შენი გული, ძალით, გონები და ასე შემდეგ. ხოლო მეორე ამის შემდეგ არის მცნება. ანუ მეორე ვერ დაიკავებს პირველის ადგილს. პირველმა ყოველთვის უნდა დაიკავოს პირველის ადგილი. და ვინ არის ამ ორ მცნებაში პირველი? ღმერთი თუ მოყვასი? ღმერთი და შემდეგ მოყვასი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ქმნილება რაც უფრო ღირსეულია, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაც უფრო თავისი წარმოშობით არის მაღალი, მას შესაბამისი ადგილი უჭირავს ამ იერარქიულობაში, მაგრამ ამ იერარქიულობის სათავეში არის ღმერთი. როდესაც იესომ თქვა კეისარს მიეცით კეისრის და ღმერთს ღმერთისას, მან თქვა ღმერთი არის უპირველეს ყოვლისა. ის არის ყველაზე უფრო მაღლა. რა მოქმედებებისკენ გვიბიძგებს ჩვენ ქრისტეს ეს პასუხი? ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენი სიყვარულის ჩამონათვალში ღმერთი უნდა დავაყენოთ პირველ ადგილს. თუ კეისარი მოითხოვს, თუ ჩვენ გვაქვს ერთგვარი კოლიზია მოთხოვნებისა, თუ ქმარი მოითხოვს, პასტორი მოითხოვს,
თავარი მოითხოვს. ყველაზე მაღალი ვინ არის? თავარზეც, ქმარზეც და პასტორზეც. ღმერთი. ფარაონმა უბრძანა, ესაა საერო ხელისუფლება. უბრძანა, რომ ბებია ქალებს, გაგახსენებთ გამოსვლის წიგნიდან, უბრძანა ბებია ქალებს, რომ მოეკლათ ახალშობილები. დაუჯერეს თუ არა მათ თავარს? არა, რატომ? იმიტომ რომ ბებია ქალებისთვის ვინ იყო ყველაზე მაღალი? ვისაც უნდა დამორჩილებოდნენ? ღმერთი და არა ფარაონი. ფარაონი წარმოადგენდა საერო ხელისუფლებას. როდესაც მოციქულები დაიბარეს სინედრიონის წინაშე და უბრძანეს, ამიერიდან თქვენ აღარ იქადაგებთ იესო ქრისტეს სახელს. რა უპასუხეს მოციქულებმა? ხო არ გახსოვთ? უთხრეს, რომ ჩვენ ღმერთს უფრო მეტად უნდა დავემორჩილოთ. რა გააკეთეს მათ ამით? ის, რასაც ქადაგებს ნეტარი ავგუსტინე. მათ თქვეს, ღმერთი არის თქვენზე მაღლა, ძვირფასო სინედრიონი. მისი ძალაუფლება ყველაზე მაღლა არის. რა მოინდომა ეშმაკმა? მან თქვა, ავიტან ჩემს ტახტს, ყველა ტახტზე უფრო მაღლა. გააკეთა მან თუ არა ეს? ვერა, გადმოგდებულ იქნა ზეციდან. გადმოგდებულ იქნა ზეციდან. იმიტომ რომ ღმერთი არის ყველაზე უფრო მაღლა. და მესამე, ქრისტეს პასუხში. მიუხედავად იმისა, რომ კეისარი არ არის ღმერთი და ღმერთი უფრო მეტია ვიდრე კეისარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანი ღმერთად არასოდეს არ უნდა გავხადოთ და არ ჩვენ უნდა გავხდეთ ღმერთი და აგრეთვე ღმერთი ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენ ცხოვრებაში, სამსახურზე, ოჯახზე, ეკლესიაზე, საეროზე და ჩვენს თავზე უფრო მეტად. მესამე, რაც შეიძლება ამოვიკითხოთ ქრისტეს პასუხში, არის ის, რომ ყველას ეგების საკადრისი, სათანადო. კეისარს, კეისრისა, ღმერთს, ღმრთისა. რატომ? შეხედეთ, როგორ განმარტავს ნეტარი ავგუსტინე. ის ამბობს, კეისარი ეძებს თავისას, თავის ხატებას, გამოსახულებას თავის მონეტაზე, თავის დინარზე. თავის დინარზე ეძებს თავის გამოსახულებას. ხოლო ღმერთი ეძებს თავის გამოსახულებას სად? როდესაც მან თქვა, ღმერთს მიეცით ღვთისა, რა იგულისხმა? ზოგიერთი ფიქრობს, მან იგულისხმა, რომ ყოველწლიურად გადაიხადეთ ტაძრის გადასახადი. შეიძლება ესეც, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, რასაც იესო ქრისტე ლაპარაკობდა. სავარაუდოდ. ყოველ შემთხვევისათვის პატრისტიკაში, ეკლესიურ ტრადიციაში, მამათა სწავლებაში სხვანაირად განიმარტება. რას გულისხმობდა ქრისტე, როდესაც ამბობდა ღმერთს მიეცით ღმრთისა. აი რას ამბობს ნეტარი ავგუსტინე. თქვენ ხართ ეს მონეტა. თქვენ ხართ ღვთის მონეტა. თქვენ ხართ ღვთის დინარი. თუ იმ დროინდელ მონეტაზე გამოსახული იყო ტიბერიუსი და ტიბერიუსი ეძებდა თავის გამოსახულებას, ღმერთის გამოსახულება სად არის? ღვთის ხატება სად არის? ჩვენ ვართ ღვთის ხატება. ღმერთმა ჩვენ დაგვხატა თავის გამოსახულებად. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ჩვენ ვართ ღვთის მონეტა. და ღმერთი ეძებს თავის გამოსახულებას ჩვენში. როგორც კეისარი, ამ შემთხვევაში ტიბერიუსი, ეძებს თავის გამოსახულებას თავის მონეტაში, რაზედაც არის მისი სახე დახატული. ხოლო ღმერთი დახატული, ასე ვთქვათ, ჩვენში. საიდან ვიცით ეს? როცა ღმერთი ქმნიდა ადამიანს, მან თქვა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ამ ქვეყანაზე ღვთის ხატი და ღვთის მსგავსი ვართ ჩვენ. ამიტომაც ამბობს ნეტარი მამა, შენ ხარ ღვთის მონეტა, შენ ხარ ღვთის დინარი, შენ ხარ ღვთის ეს გამოსახულება. და შენ უკეთესი ხარ, იმიტომ რომ ნეტარი მამა ამბობს, მონეტამ არ იცის, რომ ის არის გამოსახულება ტიბერიუსის. არ იცის, უსულოა. ხოლო შენ გონიერი არსება ხარ, შენ შეიძლება იცოდე ამის შესახებ. შენი გონებით და შენი ცხოვრებით, რომ ხარ ღმერთის გამოსახულება. ჩვეულებრივმა მონეტამ არ იცის, მაგრამ შენ ატარებ მის ხატებას. და აი როგორ ასკნის და რას ამბობს ავგუსტინე, წმინდა ავგუსტინე. კეისარს მიეცით ფული და ღმერთს მიეცით რა? საკუთარი თავები. იმიტომ რომ ღვთის მონეტა ვართ ჩვენ.
საკუთარი თავები. კეისარს მიეცით ფული, ხოლო ღმერთს თქვენი თავი. იმიტომ რომ ღმერთის გამოხატულება არის ჩვენში. წმინდა გრიგოლ ნოსელმა შესანიშნავად გამოთქვა ეს აზრი. ალბათ ყველაზე უფრო ძლიერად, შეიძლება ნეტარ ავგუსტინეზეც უფრო ძლიერად. როდესაც თქვა, ჩვენი სული არის ტილო. ტილო, სადაც იხატება. ხოლო იესო ქრისტე არის ხატი. საიდანაც ხდება გადმოწერა ამ სურათის. ხოლო სათნოებანი ეს არის საღებავები. და ჩვენს აი ამ ტილოზე, სულის ტილოზე უნდა დაიხატოს ერთადერთი სურათი, ერთადერთი ხატება, იესო ქრისტე. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღვთის მონეტა. შეხედეთ თქვენს თავს როგორც ღვთის მონეტა, რომელზეც დახატულია ღმერთი. თქვენ შეიძლება თქვათ, ერთი წუთით, ახლაც დახატულია? ადამიანმა ხომ შესწოდა, ჩვენ ხო ვიცით ბიბლიიდან, რომ მოხდა კატასტროფა ედემის ბაღში. დიახ, შესწოდა. გაქრა თუ არა ღვთის ხატება? კამათობენ ბიბლიისტები, მკვლევარები. მაგრამ ეს აზრი მაინც ქრისტიანულ ტრადიციაში დომინირებს, რომ ღვთის ხატება არ გამქრალა საერთოდ. დამახინჯდა, მაგრამ არ გამქრალა. ადამიანი გახდა ისეთი, როგორიც არის აღწერილი ტრამალის მგელში, ჰერმან ჰესეს ცნობილ რომანში. მე ვამბობ ჰერმან ჰესზე, ნობელის პრემიის ლაურეატზე ლიტერატურის დარგში. ჰარი ჰალერი, მთავარი მოქმედი პირი ტრამალის მგელისა. აი, ზუსტად როცა კითხულობთ ჰარი ჰალერს, წარმოგიდგებათ ის სავალალო, ცოდვილი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც ადამიანს გაუჩნდა ცოდვით დაცემის შემდეგ. ის ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მომაკვდინებელი ცოდვა. აი, რას ვკითხულობთ ჩვენ ტრამალის მგელში. ტრამალის მგელში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ადამიანი უპირისპირდება საკუთარ მეს და ცდილობს მის განადგურებას. რომ მასში ერთი ნაწილი, რასაც აღიარებს და ადასტურებს, მეორე ნაწილი უარყოფს და ამ აღიარებულს ემტერება. რა მოხდა ადამიანში? ადამიანში ჩაირთო თვითგანადგურების მექანიზმი. ადამიანი დაუპირისპირდა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ცოდვით დაეცა. ის გაორებულია, ის ანადგურებს საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ მოვიდა ქრისტე, რომ ეს ღვთის ხატება ჩვენში კვლავ აღედგინა. რომ ღვთის ხატება კვლავ დაიხატოს ჩვენს სულში და ამისათვის მან გადაიხადა ძალიან დიდი საფასური. საკუთარი სიცოცხლის საფასური. შეხედეთ ღვთის ხატებას ჯვარზე. უბრალოდ შეხედეთ ღვთის ხატებას ჯვარზე. რო წარმოვიდგინოთ რა საფასური, რა არის გადახდილი თითოეული ჩვენგანისათვის. როგორ დამახინჯდა ეს ხატება ჯვარზე. ესაია წინასწარმეტყველებს და ამბობს, შესახედაობით საზარელი გახდა. ყველა აბრუნებდა მისგან სახეს. ყველანაირი გაგებით. ჯერ დაუშნოვდა იმ თვალსაზრისით, რომ იყო ნაცემი, ნაბეგვი, გასისხლიანებული. სახე ქონდა გასიებული. ზურგი მთლიანად ჭრილობებში, უარყოფილი. ღმერთმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმ მონეტისთვის, რომელიც ატარებს ღვთის ხატებას. ის დამახინჯდა ჯვარზე იმისათვის, რომ ჩვენში გამოისახოს მისი ბრწყინვალე ხატება. მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. და როდესაც აღდგა მკვდრეთით, მისი სახე უკვე აღარ იყო ისეთი დამახინჯებული. მისი სახე უკვე იყო გაბრწყინებული და დიდებული. იმიტომ რომ მისი საფასური ღვთის მიერ იქნა მიღებული. ერთადერთი საშუალება, რაც გვიხსნის გზას, რომ აღდგეს ჩვენში ღვთის ხატება, არის ქრისტეს მიერ მოტანილი მარადიული მსხვერპლი. წარვდგეთ ღვთის წინაშე და მივაგოთ მას სათანადო პატივი ყველაფრისთვის, რაც გააკეთა ჩვენთვის.